სტიქიის თემით მანიპულირებას ოპოზიციის და ოპოზიციური მედიის მიერ სამარცხვინოს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე. ჩალო პოპოვაშვილი პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. შეეხება სტიქიას, ხედავთ რომ არის ძალიან მძიმე ვითარება ამინდის ხრი, მათ შორის პროგნოზიც არის რომ 2 დღე თუ არ ვცდები ჯერ იქნება კვლავ თოვა. სახელმწიფო სულად მობილიზებულია იმისთვის უპირველეს ყოვლისა სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებთან გზები, მისასვლელი გზები იყოს გაწმენდილი, რომ კომუნიკაცია შედგეს და ასევე მოსახლეობას ჰქონდეს ყველა პირველი საჭიროების ნივთები და ასე შემდეგ. ზუსტად ამით არის დაკავებული დღეს სახელმწიფო შესაბამისი სტრუქტურები, რომ აი ამ უამიდობის პირობებში, რომელიც გრძელდება ჯერ კიდევ, არ არის ის ჩვენ დღეს ვიმყოფებით თბილისში და აქ ამინდი მართალია მოწმენდილია, მაგრამ იქ კვლავ არის როგორც იცით სტიქია გრძელდება, სტიქია თოვლი არის, რომელიც კვლავ გრძელდება და ამ პირობებში აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ კომუნიკაციები იყოს. სამარცხვინო არომა მურთულეს ვითარებაშიც კი ოპოზიცია და მისი მედია სამარცხვინო მანიპულაციებს მიმართავს, რომლის მიზანი ისედაც რთულ დროს ადამიანების, ისედაც დამძიმებულ ემოციებზე თამაშია. ფაქტია, რომ არ არსებობს უბედურება, რომლით პოლიტიკურ მანიპულირებასაც ისინი ითაგილებენ. სახელმწიფო მთელი რესურსით ჩართულია სტიქიის შედეგების აღმოფხრაში, მიუხედავად იმისა, რომ თოვა არ წყდება, რაც როგორც გაწმენდით, ისე სამაშველო სამუშაოებს აფერხებს. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციას, მაშვედებს, ჯარს, ყველა უწყებას, რომლებიც ჩართული არიან სტიქიასთან ბრძოლის საქმეში. ყველას მოვუწოდებ გვერდზე გადავდოთ სტიქიური უბედურების პოლიტიზების მცდელობა და ძალისხმევა დაზარალებული მოსახლეობის თანაგრძნობისა და გამხნევებისკენ მივმართოთ.